ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა. ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაუჭირა. ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს. პროცედურული ნაწილის მიღმა, როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება სოციალურ ქსელშიც გამოხატა. თავს ესხმიან იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა სუვერენული მთავრობის არჩევა გაბედა. ციტირებს ზოლტან კოვაჩი პიტერ სიარტოს. ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა, როგორც ბრიუსელში ამბობენ, გაგრძელდება. დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ხელმძღვანელობდა. ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით თემა უკრაინის შემდეგ იყო მონიშნული. შეხვედრის დაწყებამდე კალასმა განაცხადა, რომ დიპლომატები ორ საკითხზე, სანქციებსა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე იმსჯერებდნენ. მისი თქმით, საქართველოში მოვლენების სწორი მიმართულებით არ ვითარდება. ყველა ის მოვლენა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ასე რომ ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ჩვენ გვქონდა ეს დისკუსიები, ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებით და ამას სჭირდება დრო. ეს სია უკვე შეთავაზებულია და ამას განვიხილავთ. საჭიროა რომ ყველა დაეთანხმოს ამას, რისთვისაც არ მიგვიღწევია ჯერ. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი იქნება პოსტზე 29 დეკემბრამდე და მანამდე შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს. ესტონეთის შემდეგ ქვეყანაში შესვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლიეტოვამაც აუგზავნა. civilijis ინფორმაციის სანქციების სიაში საქართველოს სულ 17 მოქალაქე მოხვდა, რომელთა შორის არიან გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ ფარცხალაძე, რომანოვი, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე და სხვები. სია თითქმის უკრაინის მიერ გასულ კვირას სანქცირებული პირების იდენტურია. იმ განსხვავებით, რომ 19 კაციანი სიისაგან განსხვავებით უკრაინამ სანქცია ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურსაც დაუწესა. ქართული ოცნების მთავრობაში ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ ქართული ოცნების ლიდერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებს პასუხობენ. განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება საპასუხო ქმედებებს არ მიიღებს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხედრი ზომები დაუპირისპიროს. ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, აღნიშნულია განცხადებაში. ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე მედიასთან პროვოკაციად შეაფასა და სამწუხარო უწოდა. მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო. თბილისის მერია ამბობს, რომ გარეძალები საქართველოში დამარცხების შემდეგ ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებულები არიან და ინსტრუმენტები არ ელევათ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ. არ დავუშვებთ, რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ, თქვა კალაძე. გვაშანტაჟებენ რის გამო, რომ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს. გვაშანტაჟებენ იმის გამო, რომ არ მივეცით არავის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და ჩვენი ხალხისთვის მოგვეტანა ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სანამ ვართ პოლიტიკაში და ვართ ხალხის სამსახურში და გვირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და გვქვია ქვეყნის ხელისუფლება, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. ეს ხო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართულ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც ლიეტუველი ხალხის მიმართ, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და ჩვენ გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. დაჩქარებული განხილვის რეჟიმში და სამი მოსმენით ქართული ოცნების დეპუტატებმა საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის პროცესი გაამარტივეს. ცვლილებების მიხედვით საჯარო მოხელეთა დამოუკიდებლობის ხარისხი მცირდება.
ნინოლი პარტია გვიხსნის, რომ პარლამენტის სასახლეში რამდენიმე საათში განხილული და მიღებული ცვლილებები წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით შექმნილ გარემოს ანგრევს და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს აუარესებს. ადვოკატი განმარტავს, რომ კანონში შესული ცვლილებები პირდაპირ გამორიცხავს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლება დაადასტურა. გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელი აქტის შეჩერება და ეს პირდაპირ არღვევს ჩემი აზრით შრომის სამართლიანი სასამართლოთა და შრომის უფლებას, რომ როგორც წესი სასამართლო პრაქტიკამ წლების განმავლობაში აჩვენა, რომ არაერთმა მოხელემ ძალიან წარმატებით დაიცვა საკუთარი უფლებები სასამართლოს მეშვეობით და ჩვენ ათობით მოხელე ვნახეთ, რომელიც აღდგენილი იქნა. ძალიან არასასიამოვნო ჩანაწერი არის ის, რომ შესაძლებელია სახელმწიფო ანაზღაურება და სამი თვის კომპენსაცია, რაც ჩემი აზრით პირველ რიგში შრომის უფლების უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში. ბუნებრივია, საარსებო წყარო ყველას გვჭირდება, მაგრამ შრომის უფლებაში ეს სოციალური ურთიერთობები და დასაქმება თან ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, უმნიშვნელოვანესია ეს შრომითი ურთიერთობის არსებობა და ვერც ერთ შემთხვევაში აღდგენას, ვერც ერთ შემთხვევაში ვერანაირი კომპენსაცია და განაცდული ვერ ცვლის. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით ფართოვდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა წრე. ცვლილებების შემდეგ დეპარტამენტის უფროსებთან და მათ მოადგილეებთანაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გაფორმდება, რაც ნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლება ექნება ნებისმიერ დროს ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში ეს კადრი გაათავისუფლოს. გამომდინარე იქიდან, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ცვლილებების შემდეგ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევიან, მათზე აღარც საჯარო მოხელისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდება, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა. GLCC-ის მმართველი პარტნიორი შალვა ცხაკაია ამბობს, რომ მოცემული ცვლილებების შედეგად ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან. ეს არიან ადამიანები, ალბათ ასეულობით ადამიანები საქართველოში, რომლებიც მთელი თავის ცხოვრება საჯარო მოხელეები იყვნენ და თავს ასეთებად თვლიდნენ შესაბამისად მათ იცავდათ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. დღეიდან, როდესაც ეს კანონი შევა ძალაში, ისინი გახდებიან უბრალოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომელთან ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება ერთი თვით ადრე შეტყობინების საფუძველზე. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მაღალ თანამდებობის პირებს, სრულიად მოეხსნათ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დაცული გარანტია. პრობლემური ცვლილებაა, რაც მე ვფიქრობ, ადამიანის უფლებების კუთხით რომ ვიმსჯელოთ, მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოში საჯარო მოხელეებისათვის შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება საჯარო მოხელის შეფასების ვადებიც. ასევე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა უჩნდებათ საჯარო მოხელის შეფასება ბოლო შეფასებიდან 1 თვეში შეცვალონ და იმ შემთხვევაში, თუ შეფასება არადამაკმაყოფილებელი იქნება, მას თანამდებობრივი სარგოს 20% მომდევნო 6 თვე დაუკავოს. IDF-ში ამბობენ, რომ აღნიშნული საფუძველს აცლის საჯარო მოხელეებისა და მათი უშუალო ხელმძღვანელების დამოუკიდებლობას და ზრდის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მათზე ზეწოლის შესაძლებლობას. ლევან ავალიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქართული ოცნება კიდევ ერთხელ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ცდილობს დააშინოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები. ასოცირების შეთანხმების მეოთხე პუნქტი პირდაპირ მოეთხოვება ქვეყანას საჯარო სამსახურის, ასე ვთქვათ, კარიერულ ზრდაზე დაყრდნობილი საჯარო სამსახურის შექმნა. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გაძლიერდეს. ანუ მოთხოვნა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ხელისუფლება, საჯარო სამსახური უნდა დარჩეს ნეიტრალური, პროფესიული და არ იყოს დაყრდნობილი, ასე ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე, ვინც უნდა შეცვალოს, ვინც უნდა მოიყვანოს და დაამკვიდროს იქ ნეპოტიზმი და ვიღაცების შეზღუდოს. ამისთვის ვიხსოვდი ჩვენ ამდენი ხანი და ეს იყო მათ შორის აღიარებული ევროკავშირის მიერ როგორც ერთ-ერთი მიღწევა და ამის საფუძველზე მოხდა მათ შორის მაგალითად უიზო სისტემის შემოღება საქართველოში. რო არ ყოფილი, მაგალითად ესეთი კანონი რო ყოფილიყო, ეხლა როგორცაც იღებენ, უვიზოსაც არ მოგცემდნენ ჩვენ, იმიტომ რომ ეს მათი მოთხოვნა იყო. ანუ ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქვეყნის უკუსვლა მიმდინარეობს ძალიან დაჩქარებული ტემპებით. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში 4 დეკემბერს დარეგისტრირდა.
13 დეკემბერს კი ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ კანონი 79 ხმით მიიღო. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მას შემდეგ დაანონსდა, რაც 28 ნოემბერს ქართული ოცნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საჯარო მოხელეების მხრიდან. ქართულ ოცნებაში ცვლილებებს პროცესის გამარტივებით ხსნიან, თუმცა არგუმენტები თუ რატომ დადგა ამ ცვლილების საჭიროება, თანაც ფორსირებულად, ყველანაირი განხილვის გარეშე ამაზე განმარტებები არ გაკეთებულა. გასულ კვირაში პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წვდომებიდან გამომდინარე რამდენიმე ათეულ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებზე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე გააკეთა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება პირი დააკავოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. კერძოდ მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შესაძლოა განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით იმ შემთხვევაში თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და ამასთანავე არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ვახტანგ გომელაურის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ცვლილებები ევროპული სასამართლო სტანდარტებით არის თანხვედრაში. RCGPI ჰოლდინგი, BDO, Macticom, Argo, Dio, Carvasla, კლინიკა კურაციო 8000 მოსავარი, Colliers Georgia, PSP, EY საქართველო, PMCG, ICR. 350-ზე მეტი კომპანია პოლიტიკური ვითარების სწრაფად დეესკალაციის აუცილებლობიდან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. ახლად შექმნილ პლატფორმაზე Free Business-ი, რომლის წარდგენაც გუშინ მოხდა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას უერთდებიან განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. აღნიშნულია განცხადებაში. Happy New Year კიდევ ერთი პლატფორმა იმ მცირე მეწარმეების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებმაც თბილისის მერიის ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. პლატფორმაზე მომხმარებლებისათვის ერთი მხრივ შექმნილია კატეგორიები ისე, რომ სადღესასწაულო საჩუქრების შერჩევა იყოს მარტივი და შენაძენით მსურველების სოლიდარობას უცხადებენ პროტესტში მონაწილე მეწარმეებს. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ დავიბრუნოთ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ახალი წელი. წერენ პლატფორმის შემქმნელები. Happy New Year-ზე მომხმარებელს საშუალება ექნება კომპანიების ჩამონათვალ კატეგორიების მიხედვით გაეცნოს და ინტერესების შემთხვევაში კი მითითებულ Facebook, Instagram ან სხვა ონლაინ გვერდზე საჩუქრები შეარჩიოს. წელს 9 თვეში სადაზღვეო სექტორმა 983 მილიონი ლარის მოცულობის სადაზღვეო პრემია მოიზიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო კომპანიების ჯამური წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 115 მილიონი ლარი შეადგინა. ტრადიციულად ყველაზე დიდი მოცულობის პრემია 428 მილიონი ლარი სამედიცინო დაზღვევას უჭირავს. მესამე კვარტლის მდგომარეობით ჯანმრთელობის დაზღვევით საქართველოში სულ 750,180 ადამიანი სარგებლობდა, რაც წლიურად დაახლოებით 25,000-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მსგავსი ტემპით ზრდა უმნიშვნელოა. ამასთან მათი შეფასებით მოზიდული პრემიის ზრდა ძირითადად პოლისების გაძვირებაზე მოდის და არა დაზღვეულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია ინდივიდების რაოდენობა მხოლოდ 25,000 ადამიანი. ანუ სამი მონაცემი ერთმანეთს რომ დავადაროთ, ანუ მოზიდული პრემია, ანაზღაურებული ზარალები და პლუს დაზღვეულთა რაოდენობა, მივხვდებით იმას, რომ ინდუსტრია იზრდება არა დაზღვეულთა რაოდენობის ინტეგრაციით, არამედ ფასების კორექტირებით, რასაც სხვაგვარად შეგვიძლია გაძვირება დავარქვათ. გაძვირების ნაწილი, რა თქმა უნდა, ტენდენცია არა მხოლოდ დაზღვევის ბიზნესისთვის, არამედ ზოგადად ეკონომიკისთვის, ძვირდება ყველაფერი, მათ შორის დაზღვევის კომპონენტი და დაზღვევის ნაწილი. განსაკუთრებით იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ უტილიზაცია არის გაზრდილი და სამედიცინო სერვისების სარგებლობა არის მთლიანად შეცვლილი. სამედიცინო დაზღვევაში ზრდა არის, მაგრამ არა ისეთი, როგორც წინა კვარტლებში ყოფილა, იყო 50-53,000 ზრდა, ეხლა არის 25,000. აქედანაც დიდი წილი არის სახელმწიფო ტენდერებში დაზღვეულები. სამედიცინო დაზღვევა დაახლოებით 12-13%-ით არის გაძვირებული და ამდენივე 12%-ით არის დაახლოებით კასკო გაძვირებული. ანუ სადაზღვეო ინფლაციას აქვს ერთგვარად ადგილი და რაც წლის ჭრილში საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ პარამეტრების გამო არის მოგების ზრდა სადაზღვევო კომპანიებისა, რომლებმაც მოახერხეს, რომ დანახარჯები არ გაეზარდათ, მაგრამ გაეზარდათ უნებრივ ზრდას მიყოლოდნენ სადაზღვევო ბაზრი. დაზღვევის სახეობების მიხედვით მეორე ადგილი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას უჭირავს, სადაც მესამე კვარტლის მდგომარეობით მოზიდული პრემიის მოცულობამ 192 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. ავტომობილების დაზღვევის კუთხით არ იყო ნამდვილად ცუდი წელი, ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა საცალო მიმართულებით. ჩვენ წელს გავაკეთეთ აქცენტი უშუალოდ საცალო ავტომომხმარებლებზე, მაშინ როდესაც ბაზარი გაიზარდა რაღაცა 25-30%, ჩვენ ამ სექტორში, ამ საცალო ავტომობილებში შევძელით 45%-ამდე ზრდის მიღწევა. თუმცა კორპორატიულში ნაკლებია ზრდა, რაც უკავშირდება საერთოდ მსხვილი კომპანიების მიერ ავტომობილების დაზღვევის ბაზარი იმდენად არ იზრდება. სხვა სექტორებისგან განსხვავებით, სადაზღვევო ბაზარზე ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას ჯერჯერობით პირდაპირ გავლენა არ ქონია. თუმცა, როგორც ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, თუ კი არასტაბილური ვითარება სამომავლოდაც შენარჩუნდება, რის ფონზეც მსხვილი კომპანიები საქართველოდან გავლენ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამას უკვე ნეგატიური ასახვა სადაზღვევო ბაზრის ზრდაზეც ექნება. დაზღვევის კავშირში აცხადებენ იმასაც, რომ თუ კი საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მომავალშიც გაგრძელდება, სადაზღვევო სექტორს საერთაშორისო გადამზღვევ კომპანიებთან ურთიერთობა გაურთულდება და მათთვის ეს მომსახურება გაძვირდება. დაზღვევაში იზოლაციონიზმი, გარდა ეკონომიკური იზოლაციონიზმის პირდაპირ ეფექტისა, გადაზღვევების, ანუ სადაზღვევო გარანტიების შესყიდვებშიც შექმნის გარკვეულ გაძვირებას. რატომ? თუ ჩვენი ქვეყნის რეიტინგი სტაბილურობის ნაწილში, ხო, თქვათ, სხვადასხვა ეკონომიური პარამეტრის ნაწილში შეიცვალა და შემცირდა. რა თქმა უნდა, ის გადამზღვევებიც, რომელიც ჩვენ ქართულ ლოკალურ კომპანიებს აძლევენ საგადაზღვევო, ასე ვთქვათ, გარანტიებს, გაძვირდება, შემცირდება, იმიტომ რომ სტაბილურობის ნაწილში გაუარესდება ამ ქვეყნის მდგომარეობა. და ეს გაძვირება, რომელსაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომელიც 12-14%-იანი, შეიძლება შეეხოს აბსოლუტურად ყველა დაზღვევის სახეობას, სადაც გადაზღვევაა. თუ ესეთ შემოშფოთებელი ტენდენცია გაგრძელდა, დიდი საფრთხე არსებობს იმის, რომ ერთი მხრივ დაუშვათ ეს ახალგაზრდები და თვითონ მოსახლეობა ქმედითი, ვინც ეკონომიკურად აქტიური არის, ჩავარდეს რაიმე რაღაც იმედად შუებაში და მე ამ ქვეყანა დატოვოს და მოაკლდეს ეს სამუშაო ძალა და ეკონომიკის ესე ვთქვათ ბრუნების შემცირებაში აისახოს. მეორე მხრივ შესაძლებელია, რომ ის კომპანიები, რომლებიც დღეს მოქმედებს და არის მათი კაპიტალი დაკავშირებული ევროპულ და დასავლურ კომპანიებთან, მათ რაღაცა საფრთხე დაინახონ მომავალში და იფიქრონ ამ ბაზარზე მოქმედებების შეჩერება ან თავისი წილის გაყიდვა ან რამენაირად სხვა კუთხით ჩვენი ბაზრის დატოვება, რაც ასევე არ იქნება კარგი და გამოიწვევს აქტივობის შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური აქტივობის შემცირება მერე სადაზღვევო კომპანიებზეც, რა თქმა უნდა, აისახება. მიმდინარე წლის 9 თვეში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით პირველ ადგილზე GPI ჰოლდინგია, რომელმაც 170 მილიონი ლარი მოიზიდა. მას TBC მოსდევს 157 მილიონი ლარის მოცულობის პრემიით. ხუთეულში არიან ასევე ალდაგი, იმედიელი და არტი. წყალტუბოში ახალი ქვესადგური წყალტუბო 500 გაიხსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ქვესადგურის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგური წყალტუბო 500-ის მშენებლობა დაასრულა. წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის საკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ელექტროსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნვარების გაზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.
წყალტუბოს ქვესადგური უპირველესად არის საქართველოს სწრაფად განვითარებადი ელექტროენერგეტიკული სისტემის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რომელმაც თავისი განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს რეგიონული დანიშნულების ინფრასტრუქტურის გამტარიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის ზრდაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადაცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს. ეს არის ჯვარი წყალტუბოს მშენებლობას, რაც წყალტუბოს და ჯვრის 500 კილოვოლტიან ქვესადგურებს ერთმანეთთან დააკავშირებს. საბოლოოდ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლები, მნიშვნელოვანი გადამცემი ინფრასტრუქტურის, რომელიც საშუალებას მოგცემს დასავლეთ საქართველოში არსებული ენერგეტიკული რესურსები გამოვიყენოთ როგორც შიდა ენერგეტიკისთვის, ისე მოვახდინოთ მისი ექსპორტი, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოყვა. თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. ამ ეტაპზე ფრენები ურუმჩისა და თბილისის შორის კვირაში 3 სიხშირით შესრულდება, ხოლო მოთხოვნის მატების გათვალისწინებით ავიაკომპანია მზადაა გაზარდოს ოპერირების სიხშირე. ავიაკომპანია ასევე განიხილავს ჩინეთსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამოსვლის დაწყებასაც. 2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ის შემცირება, რაც მიგრაციული ეფექტის მიღებასთან არის დაკავშირებული. სხვა ქვეყნებიდან კი, სადაც საქართველოდან მიგრაციული ნაკადი მზარდია, ფულადი გზავნილებით იზრდება. ნოემბერში გზავნილებში პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. ეს თანხმწნიურად 22%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარით გზავნილებით, ზრდა 4%-ია. რუსეთმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა 30 მილიონის გზავნილებით. მესამე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11%-ით 2056 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიური ხელფასი საქსტატი გადასახადების ჩათვლით ხრის. ზოგად ჭრილში თუ შევხედავთ, მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია 3966 ლარი. მას მშენებლობის სექტორი მოსდევს 3198 ლარით. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 183 ლარით 2190 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია და პროფესიული და სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგებში. საქსტატის მეთოდოლოგიით ბიზნეს სექტორი საფინანსო სფეროს არ მოიცავს. 2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10 ლარი, წინა თვესთან შედარებით კი 5 ლარით და 90 თეთრით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით გასულ თვეს შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 265 ლარი და 50 თეთრი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252 ლარი და 30 თეთრი იყო. 2024 წლის ოქტომბერში კი 256 ლარი და 50 თეთრი. საქართველოს პარლამენტის აპარატმა შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 261,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოები მოიცავს შენობის ფასადის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე კედლების შელესვას, სამღებრო სამუშაოებსა და სხვა მცირე სარემონტო სამუშაოებს. ტენდერის თანახმად კომპანიებს წინადადებების წარდგენა 10 იანვრამდე შეეძლებათ. პარლამენტმა გამარტივებული წესით უკვე გამოაცხადა ორი შესყიდვა, მათ შორის 152 ფანჯრის შესასრულად გააფორმა 47,000 ლარის კონტრაქტი, ხოლო სხდობათა დარბაზის კვების ბლოკის და სერვერის შესაძენად 27,000 ლარის კონტრაქტი გააფორმა. Free Business Gym ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო შეიქმნა. იდეის ავტორი ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილია. Free Business Gym-ის პლატფორმის პრეზენტაცია BMG TV-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა ბიზნესის კვირეულში გაიმართა. ბიზნესმენები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზა, ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაშია, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ პლატფორმაზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ბიზნესმენი და კომპანია CAI-ის გენერალური დირექტორი სანდრო შელია BMG TV-ის გადაცემა ბიზნესის კვირეულში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი რაც არ უნდა ინერტული იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ტექნიკურ პროცესებში, როდესაც საუბარია ადამიანების დასახიჩრებასა და ცემაზე, შეუძლებელია ქართველი ხალხის გაჩუმება. მისივე თქმით, ამგვარი გზა, რა პოლიტიკასაც სახელმწიფო ატარებს, არასწორია და ეს არსებულ კრიზისს ვერ განმოხტავს. ამასთან ბიზნესმენის აზრით, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საქართველო ევროპას დაშორდეს და რუსეთს მიუახლოვდეს.
დღემდე ბიზნესი და ხელისუფლება იყვნენ პარტნიორები. ასე იყო 30 წლის განმავლობაში. დღეს ხდება გარდატეხა, როცა ბიზნესი ხდება საზოგადოების პარტნიორი. ხალხი აკომპლექტებს ხელისუფლებას, ბიზნესი ავსებს ბიუჯეტს. განაცხადა BMG TV-ს გადაცემა ბიზნესის კვირეულში სასტუმრომ კოლხიდას თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ. გადაცემის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და არსებული ვითარების ბიზნესზე გავლენაა. მისი განმარტებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია და არსებული მდგომარეობა უკვე ასახულია ზამთრის კურორტებზე. ის ასევე დასძენს, რომ მოცემული რეალობით ქვეყანა საფრთხის წინაშეა, რომ ერთი ბაზარი გახდეს მისი მომხმარებელი. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი ინიციატივით გამოდის, რომ შექმნას დიალოგის ფორმატი, სადაც ბიზნესისა და საზოგადოების ხმა იქნება განსაზღვრული. ვინაიდან უცნობია თუ როდის ჩამოიქცევა ხელისუფლება და როდის დაინიშნება ახალი არჩევნები. ბიზნესისა და საზოგადოების ინტელექტუალური პოტენციალი უნდა მოხმარდეს იმაზე ფიქრს, როგორ უნდა აშენდეს რეალურად თავისუფალი საქართველო, სადაც ყველას ექნება ის როლი, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს. კომპანია Energy Development Solutions დირექტორი მიხეილ მიქელაძე აცხადებს, რომ დღეს უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყანა აღარ აინტერესებთ, რადგან მათ ინვესტირება და ბიზნესის კეთება მშვიდ ადგილას სურთ. ამის შესახებ ბიზნესმენმა და საქართველოს შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა BMG TV-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა ბიზნესის კვირეულში ისაუბრა. მიხეილ მიქელაძე უერთდება გადაცემაში გაჟღერებულ მოთხოვნებს ახალი არჩევნების დანიშვნისა და sapprotesto აქციების დაპატიმრებულ მონაწილეთა ახალწამდე გათავისუფლების მოთხოვნას. სპორტული პაბი PAB 44-ის დამფუძნებელი ელენე კვირიკაშვილი BMG-თან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეფექტს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ ბიზნეს შემოსავლების 75%-იანი ვარნა აქვს. მისივე პროგნოზით პროცესები მუდმივად ასე არ გაგრძელდება, თუმცა რაღაც რეალობა დადგება, რაზედაც ქვეყანას გადაწყობა მოუწევს. კვირიკაშვილი დასძენს, რომ თუ საქართველო არც ევროპისკენ წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქვეყანას დატოვებენ, მას ოპერირების შეწყვეტა მოუწევს. სოციალურ ქსელში შეფი ლუკა ნაჭყებია სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმოადგენლების პროტესტს აანონსებს. აქცია მარში 17 დეკემბერს 13 საათზე დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე დაგეგმილი. სექტორის წარმოადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სფეროს ემსახურება ან ამ სფეროს სტუმრობს, შეუძლია შემოგვერდეს. სიმბოლურად თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან დავიწყებთ. დეზერტირების ბაზრის აგურის შენობა. წერს შეფ ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში. მიმდინარე მოვლენების ფონზე გაყიდვების დაახლოებით 50%-იანი ვარნა გვაქვს. ამის შესახებ კახეთში სოფელ კარდანახში მდებარე მარნის ავთანდილის მეღვინეობის თანადამფუძნებელმა ავთანდილ ირომაშულმა BMG-სთან ისაუბრა. მისი განმარტებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დროში თუ გაჭიანურდა, გაყიდვების ვარდამ შეიძლება ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს.